ჩემო ზურიკო. გამევიდა თქვენ ხელი ხაჭაპური. ნინო, მე მგონი ასე ბევრი ვერ გამოაცხობს ამისით ხელია, კი. ნინო, ბატონო. შენ ხომ იცი ჩვენთან კაფეში რაფერი ხელ ხაჭაპურს ვაცხობ? კი. ძალიან კაია, მაი, კეცის ხაჭაპურზე რო ვირევი კი იცი შენ, მაგრამ იგიც გადასწარებია. ხო, იმის შეიძლება 4 მოკეცო და შეჭა. ხელია. მაგ ხაჭაპურის საჭმელად შორიდან მოდის ჩვენთან ხალხი. ეს არის მაწვრის ცომი. მაწვრის ცომი, რო გავაკეთოთ რა. ხო, მაწვრის ცომით რო გავაკეთოთ, მაწვს ვაკეთებ სახლში. ხო, სახლში რო გავაკეთო, იმდენი დაგიჯდება, 2 ლარი ვერს ახლა, 1.5 კილოიანი ქილა. ხო, სოფლის. და რა არის 1 ლიტრი რძე? მაღაზიაში რაღაც მაწვი იცი? 200 გრამია. ხო და ძვირი გამოდის. ძვირი კი და ამიტომ ჯობს ვიყიდოთ რძე, სოფლის რძე და გავაკეთოთ მაწვნის სახლში. ხახალზე გადმოგა? ხახალზე ხო იმიტომ რაც ისველი აქ ახლა შეიწოს, ანუ წყალს. და დარჩება სქელი დედა. და 9 ლიტრიან ბანკა კილას უნდა 1 ჩაის კოვზი დედა. ხო. გახსნით და რძე უნდა ჩავასხათ იმდენიშით, რომ თიც ნეკა, თიც 8 დათვლას უძლებდეს ის ტემპერატურა. შევები ცოდია კაცო. ხო, იმიტომ ეს სახში ვაკეთებ მაწვს, აი ეს. ჩაყოფთ 1 უნდა გულწო. 2, 3, 4, 5, 6, 7 და რა ცოტა კი გამიწირდა ცხელია, მაგრამ არ აუშავს. მაინც ესე ჯობია. აი შეხედე რამდენი წყალი გაუშვა. ხო. ამიტომ ჩავდებ. კილაში მე გამოვავალე უკვე ცხელი წყალი და უკვე ცილიც არ არის ეს კილები ნახე. ეს სავსებით საკმარისია ეს დედა. ზე ვაფარებ აუცილებლად ქაროტს. ჩვენები ემალის ქვაბში აყენებენ, ვედრო გვაქვს დიდი ემალის, 10 ლიტრიანი. კი ბატონო. იმაში ვადედებთ მაწვს. ხო, ის ვიზა ჩვენ ბევრი გვჭირდება ხო. კი. ეხა აუცილებლად უნდა მოურიოთ. დაახურო ხალხი. დავაფარებ ქალს. დავდგავ თბილ ადგილზე და შევფუთავ. ეს არის გუშინდელი მაწონი ჩვენი, ზურა. ნინო, იცი რომ ცოტა შემჟავებული უხდება? ხო, აბა რა. იცი რა, ეს ცომი არაერთად იზრდება, რო გიძველდება მაცივარში. ხო. არაჟანი. გინდა მაწონი არაჩვეულებრივი ცომი გამოდის. უ აკლია სიმჟავე, მაწონს მე აუცილებლად უმატებ რამდენიმე წვეთს ვაშლის ძმას, ან ისე ძმარით შეიძლება. ასე ნახე, ხა გავააქტიურებ მაწონს. გაფუგდება, გაფუშფუშდება. ვაი შეხედე როგორ აქტიურდება მაწონი. აჰა, გადმოვიდა. ჩვენი ქილი და ჩემო ბატონო. ეს არის სახელდახელო ცომი, უცებ რომ მოვა სტუმარიან გინდა უცებ გამოაწყო ხაჭაპური. ბირი გამოდის, ისე და უცებ გამზადებ ცომს, არ უნდა დიდი ხანი ლოდინი. ცომს ნინო მაცივარში ინახავენ, მთელი დღეა. დილას ზელენ, ხო და დიდი გობით უდგათ მაცივარში მთელი დღე. ზურა ეს იცი რომ 2-3 დღე შეიძლება მაცივარში გქონდეს? კი, როგორ არა. მაშინ თავმოკლ პარკში და კარგია ძალიან მაცივარში გამოტარებულიც, შვენიერი კაი ხაჭაპურები გამოდის, მაგრამ აქ ახლა იციან ამის ტექნოლოგია რამდენი ხანია აქ. დიდი ხანია ცხოვრობ. ხო. აქ მარტო ეს ხდება, ხო ეს თხელი ხაჭაპური. მარტო მაგას ვაცხობ ნინო, მოსწონ ჩვენ სტუმრებს. ძალიან გვაქებენ. კი, ხაჭაპურის იმაში მივიღოთ ფესტივალში მონაწილე. ფესტივალის არსებობს? აბა რა, ხაჭაპურის, კი. ფესტივალია რომ შეჭამ დაждები გემრიელას, კაი თოთინა ხაჭაპური. კაი თოთინა ხაჭაპური, ცოტა. და მე მეცერ თუთას გამორთოთ, კაცო, მაგრამ დაბაზა ვანთებ უცებ. სამსულა რო აჩერებ, ხა და არ ვიცი რა ასეთ რასიქს. არ უნდა მაგას, არ გაჩერებ. არ უნდა, ხო? არა. შეხედე რა პატარა ცომს ხმარობა. ეს არის ერთი ხაჭაპურის. მართლა მაიყოფა? აბა, იმ ხელა ტახას მაიყოფა? კი. თორე ყოფა და დავამატებ. ჩვენ ახლა აი ვასობიძია რომ არ ყავდეს ჩოხატაურიდან რომ არ გვიზიდავდეს ამ ყველს. კაცმა არიცის რა ვერ იყიდი ყველს. დღეს ერთნაირია, ხვალ მეორენაირია, საყიდლად ყველი ძალიან ძნელი რამეა. ძნელი გახდა. იმიტომ რომ ყველა მისწავლა რაღაცების შერევა. რასურევენ? სოიოზზე და რაღაცებს. ჩემოწევ. აბა. რა თვარკა. ჩემო ზურიკო. გამევიდა თქვენ ხელი ხაჭაპური.
ნინო, მე მგონი ასე ბევრი ვერ გამოაცხობს ამის სითხეს. ხელია, კი. იგი ხომ მიყვარს და ვირეზი კეცის, მაგრამ ამაზეც არანაკლებ. იმერული ამბავი არის, ნუ წავართმევთ იმერლებს. ხო, ეს არის ნამდვილი იმერული ხაჭა. ის იყო ნამდვილი გურული. აუ. ნახე, ხელია, აი. ნახია, ფურცელივით. ძალიან გემრიელია. ფურცელივით ამირთვით. ეს არის დიეტური ხაჭაპური. დიეტური? სომი ცოტა აშიგდი. კაიკია და ფუმფულა და კაი. კაკაია.